დასავლეთ საქართველოს ახალი მუფთი ყავს ჯემალ პაქსაძე ხელვაჩაურის მუფთმა ბეგლარ ქამაშიძემ ჩაანაცვლა. ახალი მუფთი მუსლიმთა საბჭომ ერთხმად 2 დღის წინ აირჩია. ჯემალ პაქსაძე 4 წლიანი მუშაობის შემდეგ საკუთარი განცხადების საფუძველზე გადადგა, თუმცა ქართულ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე ზეწოლაზე და გადაწყვეტილების მიღებისას ხელისუფლების ჩარევაზე საუბრობს. სულხან მესხიძე არ ყვევდა რა გახდა მუფთის გადადგომის მიზეზი. 16 მომხრე და არც ერთი წინააღმდეგი 22 ნოემბერს სამუფთო სამმართველომ დასავლეთ საქართველოს ახალი მუფთი აირჩია. ბეგლარ ქამაშიძე ერთადერთ უალტერნატივო კანდიდატად იყო წარდგენილი. ქამაშიძე დაწინაურებამდე 11 წელი ხელვაჩაურის მუფთი იყო. ახლად არჩეულ მუფთს სამომავლო გეგმებზე საუბარი უჭირს, ამბობს, რომ მუსლიმთა ინტერესებს დაიცავს. Ერთმა მოხსეს იმის ძალა, რომ გაუძლოთ ჩვენს მრევლს, დავუდგეთ გვერდით ჩვენს მომავალს ჩვენს მხარეს, ჩვენს საქართველოს და ერთად გადავწყვეტოთ კარგი საქმეები. შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე ხულოს მუფთი ფიქრობს, რომ კენჭისყრაზე ერთის ნაცვლად რამდენიმე კანდიდატი უნდა ყოფილიყო წარდგენილი. ასლან აბაშიძე ყოფილ მუფთზე შესაძლო ზეწოლის ფაქტს გამორიცხავს. შეიძლება ვთქვათ, ყოფილიყო რამოდენიმე კანდიდატურა და იქიდან შეირჩევა, მაგრამ რადგან დაასახელა მან ეს ერთი კანდიდატი, ამის ირგვლივ მოხდა კენჭისყრა. ცვლილებებს ქართულ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე გარეძალების ჩარევა დაფასებს. ტარიელ ნაკაიძე ირწმუნება, რომ მუსლიმთა სამმართველოს საქმიანობაში ხელისუფლება ერევა. ამასთანავე ნაკაიძე სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს რეორგანიზაციის საჭიროებას ხედავს. აღნიშნული ფაქტი, რომელიც მუსლიმთა სამმართველოში განხორციელდა ყოფილი მუფთის გადადგომითა და ახალი მუფთის ეგრეთ წოდებული არჩევით, ამ საქმეში საკმაოდ სერიოზულ როლს თამაშობს ხელისუფლება, სახელმწიფო განსაკუთრებით. მართლა დაფუძნებული არის ქრისტიანის არარელიგიური პირების მიერ. ეს გარკვეულწილად ეჯვადებს იმაზე, რომ ასეთი სამმართველო როგორ მართავს მუსლიმ ველს. ნაკაიძის ბრალდება საქართველოს მთავრობამ დღეს უპასუხოდ დატოვა. 4 წლიან საქმიანობას უკვე ყოფილი მუფთი დადებითად აბასებს და ირწმუნება, რომ თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. ჯემალ პაქსაძის თქმით, მისთვის მთავარი ეროვნული ინტერესების დაცვა იყო. ჩემი საკუთარი ნებასურვილით მივიღეს გადაწყვეტილებას არის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. და ის რაც ვცელდება, ეს იყოს გარეძალები და ზეწოლა პირიქით, მე შემიძლია ამაყა თქვა და ღიად, რომ სახელმწიფოს მხრივ პირიქით ხონდა 100% მხარდაჭერა და არასდროს არ მქონია ვინმესგან ზეწოლა. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში აცხადებენ, რომ მუფთის გადადგომის შესახებ ინფორმაცია მედია საშუალებებიდან შეიტყვეს. სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე აცხადებს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით მოკვლევა იგეგმება.